შენ მოგესალმებით კიდევ ერთხელ, შენ დაიწყე ემოციური ნაწილით და მე ისედაც ვაპირებდი სოლიდარობა გამომეცხადებინა ვახოს ოჯახისთვის და თამუნამაც აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად ვახოს დედა ნერვიულობს. რა თქმა უნდა. გარწმუნებთ, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ვახოს უნდა, აუცილებლად ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრებთ. ეს 14 დღეც მალე გაივლის, ჩვენ ასეთი რამეები უფრო გვაძლიერებს. მე ამაზე ძიმე და ემოციური დღეებიც მახსოვს, როდესაც ეთერის წაყვანა მომიხდა ვახოს გარეშე, იმიტომ რომ ვახოს ოჯახის წინაშე თავს დაესხნენ. ეს ყველაფერი მეტყოლებს იმაზე, რომ ვახო არის ანგარიშწორების სამიზნე რეჟიმის მხრიდან, სწორედ იმიტომ, რომ ახლა არ მალაპარაკებს ჩემი დამოკიდებულება პერსონალური ვახოს მიმართ, მე მისი მეგობარი ვარ და კოლეგა და ეს გვერდით რომ გადავდოთ სრულიად ობიექტურად რომ შევაფასოთ, ის არის უკომპრომისო თავის საქმიანობაში და ასევე უკომპრომისო მოქალაქე ამ ქვეყნის, რომელიც იცავს ამ ქვეყნის თავისი სამშობლოს ინტერესებს. მაყურებელს რომ უბრალოდ ცოტა შორიდან დავანახოთ სურათი, რასთან გვაქვს საქმე. თუ გგონიათ რომ ვახოსანაიას Facebook სტატუსის გამო გაუშვებენ 14 დღე ციხეში და ეს თქვენ არ შეგეხებათ, ვინც ახლა ცოტა ვულგრილად უყურებს ამ საკითხს, ვისაც ვინმე მამუკა მდინარაძესავით ეცინებოდა, რომ აი რუსეთში როგორ გავიღვიძებთ. კი, რუსეთშიც ასეთი ტიპის ავტორიტარიზმია, უბრალოდ უხეირო დიქტატორია ბიძინა ივანიშვილი და ვერ ახერხებს, რომ მისთვის არასასურველი პერსონაჟები გააქროს ან გააჩუმოს. ვერ გაჩუმდება ვახოსანაია, ვერ გავჩუმდებით ჩვენ, ემოციები გადავდეთ უფრო გვერდით და ჩვენ საქმით ვართ დაკავებულები. ასე იქნება ვახოსანაიას, მაგრამ მათი უხეირო დიქტატორების ამ ვინმე დინარაძეების, ვინმე კობახიძეების გვარებიც კი არ მახსოვს. მათი ამოცანა ხომ არის ჩვენი გაჩუმება. და საბოლოო ჯამში თუ დღეს ვახო დაიჭირეს, ხვალ დაგიჭერენ თქვენ, ჩემო საყვარელო მოქალაქეებო, ვისაც მე არ მოგეწონებათ და გააცნობიერებთ, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრების ხარისხი გაფუჭდა. ამ ქვეყანაში ელისო გავასწოროთ კადრი და გავაგრძელოთ საუბარი. სხვათა შორის მაყურებელს ჩვენ უყვებოდით განმარტების შესახებ, რომელიც ქონდა. კი, დაასრულე ელისო და შემდეგ გეტყვი. დარწმუნებული ვარ, იცნობ რა იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტება. კი, მეცნებოდა კიდეც არ არის სასაცილო ეს საკითხი, შეფარულ შეურაცხყოფას დაასდევენ ქვეყანაში, სადაც ახალგაზრდები დაასახიჩრეს, ქალებზე იძალადეს, რა ვიცი, ტოტალური განუკითხაობაა და აი აქ სამართალს ვერავინ ვერ პოულობს და ვისთვის შეიძლება ცხოვრება უკეთესობისაკენ ვახოსანაიას დაჭერით? ვისთვის? გითხრათ ვისთვის? აი ამ ქართველი ვაჟკაცებისთვის, პაპუაშვილი და ბოჟაძისთვის, რომელსაც თურმე ეშინია ვახოსანაიას იუმორის. აი შალვა პაპუაშვილო, ბოჟაძე ვლადიმერ, იცინეთ მშვიდად 14 დღე გილოცავთ ამას. აი მხოლოდ ეს მოხდა, თორემ ჩვენი გაჩუმება, ვახოს გაჩუმება ხომ წარმოუდგენელია მოხდეს, არა? აი ასეთ ქვეყანაში გავიღვიძეთ, სადაც ტროტუარზე დგომა დასჯადია, აზრის გამოხატვა დასჯადია, ცენზურა დაუწესეს მედიას, ფინანსური სანქციები, არ ვიცი, მართლა სიტყვას ებრძვიან და ამას თუ შეეგუეთ, მეგობრებო, არ ვიცი, აი სად გაიღვიძებთ უკვე აღარ ვიცი. მე წარმოდგენა არ მაქვს. ჩვენ ვინც ამ ბრძოლაში ვართ, გაჩერებას რო არ ვაპირებთ, თავისთავად ცხადია. ელისო, მე ვახსენე შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია და სასამართლოს დაკრული კვერი, ხო? იმაზე რა პოზიციაც ქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ეხლა ამ შინაარსში რო არ შევიდეთ, დღეს უწყების წარმომადგენელი განმარტავდა, რომ გამოხატვის თავისუფლებაშიო ლიტერატურულ და გრამატიკულ წყობას ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა წიანდების შეფასებისთვის, არამედ მიზანს და კონტექსტს შინაარსო, რაც ჩვენი მოსაზრებით შეფასებული იყო როგორც შეურაცხყოფის გამოხატვა და სასამართლოს მიერაც ეს ამგვარად იქნა გაზიარებული. ჩვენ პრეცედენტზე ვლაპარაკობთ და იმაზე თუ ამით რის დაშვება ხდება, ხომ? და ასევე ბევრ სხვა საკითხსაც ახლა აღარ მინდა ამ ყველაფერს შევეხო და მართლა გულწრფელად მინდა რომ ემოციური ნაწილი გადაიდოს, ამიტომაც არ მილაპარაკია ბევრი იმაზე თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი სხვა მხრივაც, მაგრამ აი რაზე აწერს ხელს ყველა? ვინც ამაში მონაწილეობს, აი ეს მინდა რომ კარგად განუმარტოთ საზოგადოებას, ნაწილობრივ შენ ახსენე რომ ეს შესაძლოა შეეხოს ყველას და მეც ყოველთვის ამას ვამტკიცებ და ვეუბნები რომ ნუ გონიათ მათ ვისაც ამ წუთას არ ეხებათ რომ ეს რაიმე ფორმით მათ არ შეეხებათ, მაგრამ აი ახლა დღევანდელი პრეცედენტით, ანუ რისი დაშვება მოხდა და რაზე შეთანხმდა სასამართლო და შინაგან საქმეთა სამინისტრო?
სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით ხელი მოაწერეს დღეს მორიგჯერზე დემოკრატიის განადგურებას ქვეყანაში. და თუ ჩვენ არ ვყვებით ემოციას, თუ ჩვენ განვაგრძობთ ჩვენ საქმიანობას ასევე უკომპრომისოდ მაგალითს გვაძლევს ამისას თავად ვახოსანაია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ გავწყდებით კი, მაგრამ აუცილებლად გატყდება ეს რეჟიმი. ვერ მიეცემა ეს დავიწყებას, ამის პატიება არ იქნება და აქ მე ანგარიშწორებაზე არ ვლაპარაკობ და რევანშზე. აქ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ჩვენ ყველა ერთად შევქმნით ისეთ სამართლებრივ სახელმწიფოს, სადაც დღევანდელი დანაშაულებრივი აქტის ხელმომწერი ყველა აგებს პასუხს. მე აი ამაზე ვოცნებობ, მე ამისთვის ვმუშაობ, რომ ჩვენ ვიცხოვროთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც უკანონობა დაისჯება სამართლის ძალით და არა რუსიზის კლანით, არა რუსი ოლიგარქის ხასიათის გამო და მისი შემსრულებლების ხელით, როგორებიც ცოტა ხნის წინ ჩამოთვალე ვაშკაცობაზე როდებენ და რა ვიცი, ოჯახზე და შემდეგ, ხო? ვისთვისაც აბსოლუტურად შორს არის ისეთი მაღალი ცნებები, რომელსაც ამოეფარებიან ხოლმე. არა ბატონებო, ჩვენ არ გავწყდებით, მაგრამ თქვენ გატყდებით აუცილებლად. აი, ამის ისე მჯერა, როგორც აი ახლა მესმის ჩემი სიტყვები, აუცილებლად ასე მოხდება. ჯერ ერთი მართლაც უპრეცედენტო ამბავია და კიდევ ერთხელ ვთხოვ ყველას, ძალიან გთხოვთ, გაიაზრეთ ჩვენი ჯიბიდან რის გამო გვაცლიან ფულს. ოლიგარქს არ მოსწონს თავისი სახე. მოდით რა ძალიან კარგ რჩევას მოგცემთ პაპუაშვილებო და მდინარაძეებო და კობახიძეებო. ნუ დაიმსახურებთ იმას, რასაც გიწოდებენ სოციალურ ქსელებში. ნუ დაიმსახურებთ. თუ თქვენ თავმოყარეობა გაწუხებთ, თავმოყარე ქართველი კაცებივით მოიქეცით, თუ ეს ცნება საერთოდ იცით რა არის. ნუ დაიმსახურებთ, იმიტომ რომ საქართველოში ვერ მოხდება ის, რომ ადამიანი გააშუმო მასობრივად და ლენტი გადააკრა პირზე. ეს არ მოხდება, ვინც უნდა დაიჭიროთ მაინც და მოგიწოდებთ მოქალაქეებო, გაიაზრეთ ჯიბიდან ფულს გაწლევენ, იმიტომ რომ ვიღაცებმა აგიკრძალონ თქვენ წერა, ფიქრი, ლაპარაკი, მსჯელობა იმასე, რაც მათ არ მოწონთ. დღეს თუ ეს იუმორია, დღეს თუ ეს რაღაც სარკასტული სტატუსია, ხვალ იქნება თქვენთვის საჭირბოროტო საკითხები. ამიტომ არ უნდა დანებდეთ, არ უნდა დანებდეთ არც ერთ შემთხვევაში და მე ვახომში თამაგონა აი ამ მოწოდებისკენ, რომ თავისუფლად, თამამად, გაბედულად იფიქრეთ, ილაპარაკეთ და წერეთ. სხვა გამოსავალი არ არსებობს და არც ბრძოლის სხვა გზა არ მესახება მე. ელისო, ძალიან დიდი მადლობა, დაგემშვიდობები, წარმატება მადლობა თქვენ შესაძლებლობისთვის. ყველა თქვენგანს.